ხელი არ აქვს ზვია ცეცხლაძეს მოწერილი მხოლოდ საცხოვრებელი სახლის შრეკაზე. ხომ არ იყო ამის მიზეზი პროტესტი, რომ მას, როდესაც მის საცხოვრებელ სახლს შრეკდით, არ ქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა მისი ადვოკატი. ასეთი მოცემულობა ხომ არ გახსენდებათ? საცხოვრებელი ბინის შრეკის დროს ამოღებული იქნა უამრავი დასახელების ნივთები, მათ შორის საღებო ვიცავსე კვერცხები, სხვადასხვა სამხედრო ფორმის უნიფორმა, ასევე იყო ნავთობპროდუქტების სუნის შემცველი მინის ბოთლები, მინის ჭურჭელი უბრალოდ, ასევე იყო პლასმასის ჭურჭელშიც მოთავსებული, იყო გამხსნელები, იყო სხვადასხვა ჩანაწერები, წიგნაკები, ბლოკნოტები. მინის ჭურჭელი იყო შიგნით მოთავსებული სითხით, რომელსაც ნავთობპროდუქტების სუნი ჰქონდა. ზემოაღნიშნული ნივთები მიმოფანტული იყო მთლიან მთელ სახლში. პატარა სახლი არის და სტუდიოს ტიპის ერთი ოთახი არის. და ზვია ცეცხლაძე ვისია ეს ნივთები? ჩემია ესე იგი რა? მისი საცხოვრებელი სახლია და ვისი უნდა ყოფილიყო? მისი საცხოვრებელი სახლია და ვისი უნდა ყოფილიყო? ხელი არ აქვს ზვია ცეცხლაძეს მოწერილი მხოლოდ საცხოვრებელი სახლის შრეკაზე. ხომ არ იყო ამის მიზეზი პროტესტი, რომ მას, როდესაც მის საცხოვრებელ სახლს შრეკდით, არ ქონდა შესაძლებლობა დიდი მოთხოვნის და დიდი მოწადინების მიუხედავად, რომ მის შრეკას, საცხოვრებელი სახლის შრეკას დასწრებოდა მისი ადვოკატი. ასეთი მოცემულობა ხომ არ გახსენდებათ? არ გახსენდებათ. მე დიახ, ძალიან თუ არ დაგისრულებთ. ზვია ცეცხლაძეს შრეკის დაწყებისთანავე განემართა მოწმობის მოწვევის უფლება, რაზეც უარი განაცხადა. და რითი დაადასტურა ეს უარი მოწვევაზე? უარი განაცხადა თვითონ, არ მსურს არანაირი მოწმის დასწრება. კი ბატონო. მაშინ ასეთი კითხვა მაქვს ბატონო კონსტანტინე, კონკრეტული პოზიციის გამოხატვის შემდეგ ხდება თუ არა ოქმში ამისი ასახვა? შენიშვნის სახით. მოწმებზე უარის თქმის შესახებ? კი ბატონო, და ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირების, რამაც შორის ამე ინდივიდუალურია, მაგ შემთხვევაში მე არ დამიფიქსირებია. შენობა ხო, საცხოვრებელი ფართი ხო, შიგნით საკმაოდ პატარა იყო. ერთ ოთახიანი. ისმენდით თქვენ ჩემს თხოვნას მოწოდებას, რომ ზვია ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის შრეკაზე მომცემოდა შესაძლებლობა, რომ შემოსულიყავ. თქვენ არ გაგიგიათ ბატონო? ეგრე არ იყო, იმიტომ რომ სახლის გარეთ მას შემდეგ რაც დაიწყო საგამოძიებო მოქმედება, თანდათანობით ხალხი მოურავდა, არ ვიცი, საიდან როგორ ვინები იყვნენ, არ ვიცი, იყვნენ ჟურნალისტები, მათ შორის იყო ხმაური და შესაბამისად დიდი ხმაური თანდათან. მე ვერ გავიგებდი ვერანაირად ვერავის საუბარს და მოთხოვნას. შესაბამისად. ვერ გაიგებდი თქვენ შესახებ მე გავიგე ჩემი თანამშრომლისგან, რომელიც იყოფებოდა გარეთ პერიმეტრზე და შემოვიდა და მითხრა, რომ იყო მოსული ადვოკატი, რომელსაც თან ქონდა ურდერი და უნდა საგამოძიებო მოქმედებას დასწრება მისი უფლებების განხორციელება. და როგორც კი თქვენ ეს გაიგეთ, იმ წუთშივე უზრუნველყავით ადვოკატის შემოსვლას. ეს მომენტი იყო, როდესაც მე უკვე დასრულებული მქონდა თითქმის საგამოძიებო მოქმედება ბინის შრეკა და შესაბამისად ეგრევე შემოგიყვანით და მე დავაკავე. დაახლოებით რამდენ ხანს გაგრძელდა საცხოვრებელი სახლის შრეკა? დაახლოებით ალბათ 2 საათი. ალბათ 2 საათი. ბატონო კონსტანტინე, მე ჩვენი დიალოგი კარგად მახსოვს. კითხვა მაქვს ასეთი. ახლა თქვენ ფიცის ქვეშ მეუბნებით იმას, რომ დავით ჭიკაიძე ზვია ცეცხლაძის ადვოკატი, როდესაც გამოცხადდა ადგილზე მისი საცხოვრებელი სახლის შრეკისას, თქვენ ჩემი იქ მოსვლა და ის ფაქტი, რომ ადვოკატს შემოსვლა უნდოდა შრეკაზე დასასწრებად, წარმოდგენილი ქონდა მოწმობა. წარმოდგენილი ქონდა სამსახურებრივი და ორდერი და თქვენ ეს ინფორმაცია მანამდე არ გაგიგიათ? ფიცის ქვეშ იძლევით თქვენ ჩვენებას დღეს? არა. თქვენ ჩემთან დიალოგში, როდესაც მე შემოვედი, მოგვიანებით უკვე შრეკის დასრულების შემდეგ, როდესაც დამიშვით. ცოტა უხერხულიც არის და შეურაცხყოფელი ჩემთვის ადვოკატს რომ ამ საკითხზე უწევს საუბარი, მაგრამ მაინც უნდა გავაჟღერო. როდესაც შემოვედი, პირადად ჩემთან არ გისაუბრიათ, რომ შრეკა დაწყებული ქონდა და ამიტომ ვერ დაგიშვითო? ესეთი დიალოგი ჩვენ შორის არ ყოფილა ბატონო კონსტანტინე? არ მახსენდება. თქვენ ზუსტად იცით თუ არა, რომ ამ საცხოვრებელ სახლში ხდებოდა გადაადგილება, შემოსვლა და გასვლა? აკონტროლებდით ამას სრულად? საგამოძიებო კიდევ ერთხელ გემეორებ, საგამოძიებო მოქმედებაში მოწვევას იღებდნენ მხოლოდ ის ორი თანამშრომელი, რომელიც დავასახელე. რომ შემოსულიყო ვინმე, ასეც დააფიქსირებდით?
შეიძლება შემოსულიყო იქ სადაც სიტყვაზე მე ვიჯექი და ოქს უწერდი იქ სადაც თქვენი ჯექით არა სახლში იმ კარებთან რომელთანაც მე თითქმის 1 საათი ვიდექი და მალოდინეთ თქვენ ბატონო კონსტანტინე იქ რო ვინმე შემოსულიყო დაკვირვებული სახე ნუ გაქვთ უცნაურამის არ გეუბნებით რაც შემითვალით მაგ ნანახი იმას გეუბნებით რო შემოსულიყო ვინმე ამას დაინახავდით თუ ვერ დაინახავდით დავინახავდი ალბათ ეს მაგიდა იდგა კუთხეში ფანჯარასთან და შესაძლებელია მაგ დროს არ მიმექცია ყურადღება თუ სხვა ისეთი რომ ვინმე შემოსულიყო იქ და ჩემამდე მოსულიყო ან ვინმე ჩემთან შრომობდა მე არ შემიმიჩნე ეგეთი რამ შემოვედი განგიმარტეთ რომ ზვიად ცეცხლაძემ ოქმზე იმიტომ არ მოაწერა ხელი რომ ეს ადამიანი აპროტესტებდა მისი დაცვის უფლების დარღვევას რომ მის საცხოვრებელ სახლში ადგილზე ვინმე სხვა კი არ იყო მისული ჩემი კოლეგა რომელიც მე არ მყავდა ნანახი მე გახლდით ბატონო კონსტანტინე და 1 საათის მანძილზე დაახლოებით 5 გრადუსი ყინვა იყო და მე ვიდექი და კართან მე მქონდა ეს არ ქვია მას სხვა სახელი გარჩევები თურმე უნდა შემძლებოდა თუ არა რომ შემოსულიყავი და თქვენ ამაზე კატეგორიული წინააღმდეგი იყავით ახლა გეკითხებით რატომ არ იქნა ოფში აღსახული მითითებული რომ ზვია ცეცხლაძის ინფორმაცია, რასაც რეალურად რაც პროტესტის საფუძველი გახდა მოგვიანებით, რატომ არ იქნა ხელმოწერა შესრულებული ოკში, რატო არ ასახეთ ეს? კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ ზვია ცეცხლაძეს ასეთი მოთხოვნა არ ქონია და შესაბამისად არ შენიშნა არ შემიტანია. მე რო გითხარით, რატო არ დამიშვით თქო? მაგასაც უარყოთ ბატონო კონსტანტინე? ეგეთი მოთხოვნა თქვენს მიერ არ ყოფილა.